გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. გამარჯობა მოგესალმებით ბანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ტრადიციულად სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად ყველა პატიმარს ყველას უსურვებ მალე გათავისუფლებას გადაცემას ვიწყებთ ცენტრალური და ამავდროულად უმძიმესი თემით უდიდესი დარტყმა მიიღო ქართულმა კულტურამ ძვირფასო მეგობრებო კულტურის მინისტრმა თიკა რუხაძემ თანამდებობა დატოვა სამთავრობო მედიები გვარწმუნებენ, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა პოსტიო. საკუთარი გადაწყვეტილებით გახდა ავად და დატოვა პოსტიო. მაგრამ გეტყვით როგორ მოხდა. ესე იგი, კულტურის მინისტრმა, რომელიც დილით სახლიდან გამოვიდა, არ იცოდა, რომ 1 საათში გადააყენებდნენ. ისევე როგორც არ იცოდა ირაკლი კობახიძემ, რომ კულტურის მინისტრს 1 საათში გადააყენებდა. ერთი სიტყვით, ორივესთვის მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი. თუ კარგად გახსოვთ, მე მინდა შეგახსენოთ თიკა რუხაძის ენერგია და პოტენციალი. თან საკუთარი თავი ასე დაახასიათა მაშინ ადრე. მეო ერთ ღამეშიო 4 სცენარის და 8 პროექტის დაწერა შემიძლიაო. ანუ თანამდებობაზე ყოფნისას 2024 წლის 18 ოქტომბრიდან 2026 წლის 28 ივლისამდე ამ ადამიანს 2592 სცენარი და 5184 პროექტი შეუქმნია. ხო და ამ ქალს 10 წლის საქმე აქვს წინასწარ გაკეთებული და ამიტომ მოხსნეს. აღარ გჭირდება ჩვენო კულტურის მინისტრიო ესეთი ვერსია ჩამომიყალიბდა. თიკა რუხაძე რომ არცად წასვლას არ აპირებდა და დიდი გეგმები ჰქონდა ამაზე ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუში მან ძალიან ნათლად ისაუბრა. მოდით ნახოს ერთ-ერთი ამონარიდი მისი ინტერვიუდან. Intelligence-ის ვარი ეპოქაში hospitality სასტუმრო დახვდეს, გზა დახვდეს, ეს არის cash rebate-ის პროგრამა. ისე კონდეს storytelling-ი შენიქვებინეს აწყობილი ამ artificial intelligence-ის ვარი ეპოქაში hospitality სასტუმრო დახვდეს, გზა დახვდეს, ეს არის cash rebate-ის პროგრამა. ისე კონდეს storytelling-ი შენიქვებინეს აწყობილი ამ artificial intelligence-ის Oh my god! ვერ ვიჯერებ რომ ეს ყველაფერი present continuous-ში ხდება. მაგრამ სამწუხაროა რომ future-ში არ დასცალდა თიკას working-ი culture ministeriality-ში. ვისი ტვინის brainstorming-ის შედეგია ეს result-ი. რაც დადგა I am very broken თიკას resignation-ის გამო. თუ არა თიკას სხვასთვის ექნება ის საქმიანი ვაიბი, glow-up-ი და storytelling-ი, ის engagement-ი და feedback-ი თანამშრომლების მხრიდან. ვინ იმპლექსავებს ჩანთებით ისე როგორც თიკა? Is culture ministeriality შორის ნამდვილი goat იყო. No. It's impossible. მაგრამ I hope რომ ქალბატონ თიკას ძალიან კარგ თანამდებობაზე ვიხილავთ. ისე დეტალატა დაატოვებინეს თანამდებობა სტურვას ვეფხისტყაოსნის გამოხმარა, რომლის მხოლოდ განათება 900,000 ლარი დაჯდა. არ და მე რომ ნახე რობიკოს The Night in the Tiger Skin. ეს სპექტაკლი იყო წმინდა წყლის ინტერაქტიული პერფორმანსი, სადაც რეჟისორმა მსახიობის მაყურებელთან ბაუნდარების სრულიად დააშატერა. ჩემი inner child-ი ისე დათრიგერდა, რომ იძულებული გავხდი პაუზაზე mindfulness-ის დამეფიქსირებინა ჩემი ემოციური რესპონსი. ხო და ნუ თუ ამას შეეწირა მინისტრი, ხალხო გამაგებინე.
გამაგებინეთ რა ხდება? აი გადარეული ვარ მე თვითონაც რა, ამდენი არა და რა კარგად ლაპარაკობდა და კარგად იმაშვებოდა და აი რაღაცა დაქრანჩული ვარ რაღაცნაირად. მართალია თანამედროვე კულტურა და ხელოვნება დიდი დარტყმის ქვეშ არის, სამაგიეროდ უკვე საფრთხე აღარ ემუქრება იმ ყველაფერს, რაც აქამდე ჩვენ ღირსეულ წინაპრებს შეუქმნიათ ქართულ ოცნებასა და დაახლოებულმა სპორტსმენებმა და ბრძოლის წესების გარეშე მებრძოლებმა დააფუძნეს ორგანიზაციამ, რომელსაც მყისიერი რეაქცია ექნება წინაპრების რელიგიის ისტორიის შეურაცხყოფაზე. ასე რომ ფრთხილად იყავით ყველანი და ვინმეს ჩვენ წინაპრებზე რამე ცუდი არ წამოგცეს. ხმადაბლაც არ თქვათ რამე ცუდი. გახსოვდეთ იმ ორგანიზაციაში კედლებსაც დამტრეული ყურები აქვთ. სხვათა შორის არ გეგონოთ რომ მარტო კაცები დაიცავენ უფლებებს ამ ორგანიზაციაში, ქალებიც არიან. მაგალითად, ცოტნე დადიანს ვინც მიაყენებს შეურაცხყოფას, იმას კაცები სცემენ. მაიაწყნეთელს ვინც მიაყენებს შეურაცხყოფას, იმას ქალები გაიგდებენ. ესე იგი გენდერული ბალანსი ცემა ტყებაშიც დაცულია. მარტო მწერლების შეურაცხყოფა კი არა, მომავალში თვითონ მწერლებსაც გააკონტროლებენ, რამე ისეთი რომ არ დაწერონ. მაგალითად, მიხეილ ჯავახიშვილს რომ ეცხოვრა ჩვენს ეპოქაში, ერთი სამჯერ დახვდებოდნენ ჯაყოს ხიზნების გამო. ილია ჭავჭავაძეს მოჭიდავების არმია დახვდებოდა ბედნიერი ერის დაწერის გამო. მართალია ლექსის შინაარს ვერ მიხვდებოდნენ, მაგრამ რაღაცა თლათ ისე რო არ არის ამ ლექსში, მაგას გადახარშავდნენ. არის ეგ არის. ისე ამ ეროვნულ ფასეულობების დაცვის ორგანიზაციას მინდა მივმართო. რა ვიცი, რაც რობერტ სტულუამ ვეფხისტყაოსანს უქნა. მეტი სიწმინდის შეურაცხყოფა რა გინდათ სხვა ახლა. ფაქტიურად ჩვენ ეროვნულ საგანძულს რა ვიცი, ლანდი გაზდიოდა კაცო. ყველაფერს ხედავდით ახლა ისე რა ვიცი კადრებში არ იყო თლათ ისეთი სიტუაცია რა ვიცი მსგავსი ორგანიზაცია რომ ოპოზიციას შეექმნა ავტომატურად ყველას დაიჭერნენ რადგან მუხლია კონსტიტუციაში დაჯგუფებების შესახებ ერთი სიტყვით აქ მთავარია პოლიტიკურად რომელ მხარეს დგახარ თორემ ამ ქვეყანაში რომ კონსტიტუცია უკვე იუმორისტულ გასართობი ჟანრის წიგნია ეს უკვე მე-14 წელია ვიცით ძალიან კარგად წინაპრების პატივისცემა და დაფასება როგორ უნდა აი ეგ მაგალითი შეგიძლიათ აიღოთ მიხეილ ყაველაშვილისგან. ნახოთ აბონარდი მისი ინტერვიუდან. ვინც არ უნდა ვიყო, მე საქართველოს პრეზიდენტი ვარ და მე ვარ მარადიული საქართველოს ნაწილი და იმ წინაპრების შთამომავალი, რომლებმაც სისხლის და დიდი ბრძოლის ფასად მოიტანა ეს ქვეყანა აქამდე. ესე იგი ყაველაშვილს აქვს აშკარად კომპლექსი იმის რომ არავინ აღიარებს და აი ასეთ სიტყვებს იგონებს რომ წარმოჩინდეს როგორც მთავარსარდალი წარმოიდგინეთ ხა ცხენზე ამხედრებული ჯარის წინ რომ აი ამ სიტყვებს ამბობს აი ეს სიტყვები რო ეთქვა ხო შეაზანზარებდა ბრძოლის წინ ჩვენ ჯარს თან ჰაბიტუსი თავისაშუალება მაინც ხო იცი ჰაბიტუსი ერთი სიტყვით არასწორ დროს არის დაბადებული ყაველაში არასწორ და ეს უნდა დაბადებულიყო მე-12 საუკუნეში და ნიკოფსიდან დალუბანდამდე კი არა კონსტანტინოპოლიდან პეკინამდე გადაჭიმავდა ამ ქვეყანას და ახლა ძირითადად გასვენებებში დადის მხოლოდ და რავი მისალოს ბარათებს უგზავნის დღესასწაულებზე ქალებს და ხალხს და რა ვიცი ძირითადად ეს საქმიანობით არის ამ საქმეებით დაკავებული გადავდივარ შემდეგ თემაზე და მინდა გაჩვენოთ როგორ დგას ტელეკომპანია იმედი ქართველების დაცვის სადარაჯოზე. პროპაგანდისტულმა იდეამ უკვე მერამდენედ ამხილა გარყვნილი დასავლეთი. ნახოთ იმედის ქარტი. მინესოტას სკოლებში 4-დან 10 წლამდე ბავშვებს ტრანსგენდერ თოჯინებს დაურიგებენ. ტელეკომპანია იმედი. ასევე ახლობა მომავალში იგეგმება ტრანსგენდერი სპაიდერმენის და ბისექსუალის პანჩბობის თოჯინების დარიგება. ესეთი ვარიანტია. ასე იწყება ბავშვების გარყვნა. დასავლურ გზას თუ გავყვებით, მალე ჩვენს ბავშვებსაც ასეთ რაღაცებს ასწავლიან. მაგალითად, რავი, რომელი არის წუნა და წუნა. რა. არ შეიძლება წუნა და წუნა რო თქვან ჩვენი ერთ დღეს. გეიჩხიქვთა ქორწილი. თხა და ზოოფილი გიგო, რა ვიცი, რამდენი შეიძლება ესეთი რაღაცა აქვია შემოგვაჩეჩონ. ისე თოჯინა ყველას ქონია ბავშვობაში და გახსოვთ ვინმეს რომ თოჯინებს რამე გამოკვეთილი ორგანოები ჰქონოდათ. აი, ეგეთი რამე გახსენდებათ, ანუ
ტელეკომპანია იმედის აზრით თოჯინებს უნდა ჰქონდეთ კარგად გამოხატული ორგანოები და უნდა ვიცოდეთ რომ ქალი თოჯინა და კაცი თოჯინა. მე არ ვიცი რა დაემართებოდა საქართველოს და როგორ წაგვლეკავდა ევროპა რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. ამიტომაც ქართული ოცნების წევრებს საერთოდ ჩატში ხშირად მოუწოდებენ რომ დააფიქსირონ და ხალხში ახსენონ ბატონ ბიძინას დამსახურება. მოусმინოთ საერთოდ ჩატში ჩაგდებულ აუდიო შეტყობინობას, რომელიც დიტოს სამხარეზეს ეკუთვნის. ნახოთ. სადაც ბიძინა ივანიშვილი არ იქნება და ქართული ოცნება. ეს ყველამ უნდა გაითავისოს. არ არსებობს ეგეთი საქართველო. იმიტომ ამ კაცმა ყველაფერი გაიღო, ყველაფერი დათმო. თავისი უსაფრთხოება და სიცოცხლე კი არა. მისი შვილების, ცოლის, შვილიშვილების უსაფრთხოება და თუ ამ თემაზე და ბიჭო ქართველები ვარ და არ შეიძლება. აი ძვირფასო მეგობრებო, ეს აუდიო ჩანაწერი როგორ გავრცელდა, იცით? აი ალბათ დიტომ რო ჩააგდო ჩატში ეს voice message მიაწერა ქვემოთ რომ ყველამ გააზიარეთო და ერთ-ერთმა მოკიდა ხელი პირდაპირ აი ამ voice შეტყობინებას, ხმიან შეტყობინებას და გააზიარა თავის Facebook გვერდზე. განა ეს ინფორმაცია კი არ დაწერა გააზიარა, აი ეს დიტოს ხმიანი აიღო და Facebook-ზე დადო. მოდი ახლა ვნახოთ ამ მესიჯის შემდეგ რა მოხდა და როგორ მონდომებით აზიარებენ ჩინოვნიკები აი ამ მესიჯს. არ არსებობს საქართველოს, სადაც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არ იქნება. ჩინოვნიკები შიდა ქართლიდან აი ამ მესიჯს ავრცელებენ. ანუ საჯარო მოხელეები რომ დაწყობილები არიან და დიტო სამხარაძის ნათქვამზე ყველა ერთი და იგივეს წერს, რომ ბიძინა არის ყოვლისშემძლე. აი არის მე რომ პირდაპირ მოусმინე, მივხვდი რომ აი საოცარ სიგიჟესთან გვაქვს საქმე. არ ვიცი რა დავარქვე ახლა. ამას რა ვიცი ხა მონობას ეძახ, მაგრამ აი ამ გაჟონილი მესიჯ ბოქსის მერე მივხვდი რომ ყველა საჯარო მოხელე არის უბრალოდ დატყვევებული. ყველა საჯარო მოხელის ფოტოს თუ დააკვირდებით, მათი თვალების სიღრმეში იკითხება როგორ ითხოვენ შველას. და სურათების უკანა ფონზე ძალიან წვრილად როგორ წერია სიტყვა help. გადავიდეთ მომდევნო თემაზე 24-25 ივლისს მთელ საქართველოში ჰოიდა ჩაქრა შუქი. თან მიზეზს არავინ არ ასახელებს. მიზეზი მთავრობამ სავარაუდოდ იცის, მაგრამ ისეთი მიზეზია, რომ არ შეიძლება ახლა ამ მიზეზის დასახელება. იმიტომ რანაირად უნდა თქვა, რომ ეს ბიტკოინების ქარხნები იმდენ დენს მოიხმარს, რომ ვერ უძლებს ენერგოსისტემა. არა და ამ ბიტკოინების ქარხნის გაჩერება ახლა არ შეიძლება, რადგან მაქსიმალურად არის ფული გამოსაწური. მაქსიმალურად ამ ქვეყნიდან ფული გამოსაწური. ამიტომ თუ გინდათ რომ დენი გქონდეთ, ყველა ოთახში უნდა გააჩახჩახეთ ახლა შუქს, გამორთეთ კონდიციონერები და ნაკლები დატვირთვა გქონდეს ენერგოსისტემებს. ჩვენ თავს ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ თავზე. აბა ეხა ბიტკოინებს ხوار გავაჩერებთ და გაუჩერებთ ღვთისგან ნაჩუქარ ხალხს ადამიანებს. ვინც ეხა ძლის ორ კაპიკს შოულობს ხალხი და ეხლა რა ვიცი. ოცნების რეაგირება როგორი იყო შუქის გათიშვამდე, ტროლებს დაავალეს ინფორმაციის გავრცელება, რომ ეს არის წინა მთავრობის ჩანერგილი ხალხის ქმედება. ამის შემდეგ სუსმა დაიწყო გამოძიება საბოტაჟის მუხლით. არაფერია ნაცებისგან გამორიცხული. არაფერი. არსებობს ზუსტი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მაგალითად საღამოს წინასწარის შეთანხმებით, იმ საღამოს წინასწარის შეთანხმებით ყველა ნაცმა და მათმა ამომრჩეველმა ერთდროულად ჩართეს სპირალიანი პლიტები. რამაც გამოიწვია დენის ვარდნა, ხო იცით ესეთი დახვეული სპირალიანი პლიტები რო იყო. მასე თაბაშირზე ესე ჩალაგებული. ესე იგი ხალხო, დენის რუბელნიკებთან ისევ ნაცებით განან. მე გავიგე, რომ ხალხს არ მისცენა მოსუთქვის საშუალება. გავიგე კიდე რომ ხალხს შეშას ურიგებენ და ქვაბებს, რომ ეზოში ცეცხლი დაანთქვა და საჭმელი მოამზადონ. ანუ ქმნიან 90-იანი წლების ილუზიას. ასევე პურის მაღაზიებს გვიახსნიან, რომ პურის რიგები ჩამოდგეს. აი ესენი ხდება. არა და ეფექტური მთავრობის შეფასებით როგორ წინ ვართ ევროპაში და ამითაც უნდათ რომ უკან დაგვხიონ ამ ჩაბოღმილმა ნაცებმა. აი სუპის ქალი, ხო იცით სუპის ქალი ორ ლაპარაკობდა, ისიც ნაცია. ხიზილალით ეკრება მაცივარი გამოტენილი და ვითომ არ უჭირს სუპი მაქვს სუპს ამ ჭამ.
ეგენი არიან ყველანი. აი ესენი არიან, აი ხისი ამ ნერვიულდი ახლა. საწავიღე ის ჩემი კონტრაბანდული უაქციზო სიგარეტი. არა და წეღან ვიყიდე, 6 ღერი ვიყიდე დონსკოი ტაბაკი, სადღაცაც მქონდა მოც. ხო აი ეს ავღელდი და მინდა რომ აი ცოტა დავიკმაყოფილო ჩემი ემოციები. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი ტემპებით უახლოვდებით 90-იანებს, მე მაინც იმედიანად ვარ. რატომ? იმიტომ რომ მე მჯერა ქართულ პოლიტიკურ ველზე მოვლენილი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველოს ლიდერის და პოლიტიკური რაინდის ვიქტორ ყიფიანის ბოლომდე. ბოლო დროს გააქტიურდა და კვირა არ გავარამეს სიახლე რო არ შემოგთავაზოს. მაშასე ვიქტორ ყიფიანის ახალი ინიციატივა, რომელიც პუნქტებად არის დაყოფილი ხალხო. ყურადღებით მოისმინეთ. ეს არის ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსი. აი მოისმინეთ, რას წაგიკითხავთ ახლა აი პუნქტობრივად. მაგალითად, დავიწყოთ. პირველი პუნქტი. გავერთიანდეთ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით. მეორე. გარდავქნათ საერთო სახალხო მოთხოვნად და გავაქროთ გამოგონილი პოლარიზაცია დღის წესრიგიდან. მესამე, ქართულ ოცნებას პირისპირ შევაგებოთ არა მხოლოდ მრავალპარტიული, არამედ ფართო და მტკიცე სამოქალაქო თანხმობა. ყველას, ვისაც მართლა სურს, რომ ქართულ ოცნებას გამოვაცალოთ ხელიდან ხელოვნურად შექმნილი არგუმენტი პოლარიზაციის შესახებ და მარტო დავტოვოთ საკუთარ თავთან და რეალობასთან. სამართლიანი არჩევნების კამპანიით უნდა დავიწყოთ ფართო ოპოზიციური კონსენსუსი. აი ამ ადამიანის განცხადებას რომ ვკითხულობ, აი ესეთი რეაქცია, აი ესეთი რეაქცია რა მქონდეს, ასე მგონია რომ შეურაცხყოფას ვაყენებ ამ ადამიანს, აი ესეთი რეაქცია უნდა მქონდეს. რაღაცაერთ უნდა ღრმათ უნდა ჩაისუნთქო რაღაცაერთ, რომ ხრებში გავიმართო და ესე უნდა თქვა, აი ესე თორე სხვა შემთხვევაში ესეთი სიტუაცია გამოდის. ესე იგი, აქეთ შეჩნილ დაჯგუფებებს ქმნიან და ვიქტორ ყიფიას უნდა რომ შეაგებოს მტკიცე სამოქალაქო თანხმობა და სამართლიანი არჩევნებით უნდა დაიწყოს ფართო ოპოზიციური კონსენსუსი. ბატონო ვიქტორ, მე გამოდივარ ესეთი წინადადებით. თავებს რომ დაგვიხეთქავენ, ეს არაფორმალური დაჯგუფებები იქნებ გამოვძებნოთ ჩვენს თავში ძალა, რომელიც შეგვაძლებინებს იმას, რომ ერთმანეთში ჩამოვაყალიბოთ კონსენსუსი, ამ ვაი ხელისუფლებას კატეგორიულად მოვთხოვოთ, რომ ეს მეორედ აღარ გააკეთოს. აი ასე პირდაპირ შევაგებოთ ეს ჩვენი პრინციპული წინადადება. პარალელურად სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა დღის წესრიგიდან უნდა ჩაიხსნას. არ უნდა ჩაიხსნას დღის წესრიგიდან. ისე რა ვქნათ იცით, მოდი ავდგეთ და ვცადოთ ხალხო ყიფიანის გზა, მე ასე ვფიქრობ. ავიღოთ ყველამ ბილეთი, წავიდეთ უცხოეთში და ასე 3 თვით დავტოვოთ ქართული ოცნება მარტო ქვეყანაში. მე მარტო რო აღმოჩნდებიან ქვეყანაში, ჩაიხედავენ სარკეში და შერცხებათ საკუთარი თავის. აი მაგ დროს დავბრუნდეთ და გავისტუმროთ სამართლიანი არჩევნების გზით. თუ რა თქმა უნდა კონსენსუსს მივახციეთ და თუ მაინც ვერ გავისტუმრეთ, მაშინ იყვნენ ხელისუფლებაში კიდევ 4 წლით ასე შერცხვენილები და თავლაბ დასხმულები. ნუ თუ არ შერცხვებათ, აი მაგასაც ვნახავ. ყოჩახ ბატონო ვიქტორ, აი ესეთი რაღაცები მოგვაწოდეთ ხშირად, რომ ჩვენც აი მობილიზდეთ, რომ კონსენსუსების მივაღწიოთ, შეთანხმებებს მივაღწიოთ და გავითავისოთ ყველანაირი საინტერესო ვერსიები, რომ გავითავისოთ ამ ხელისუფლების შეცვლის, ოღონდ დემოკრატიული პრინციპების გზით და ზოგადად სამართლიანი არჩევნების დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას. ესე იგი რაღაცა ჩეჩნური სტილის დაჯგუფებებს აყალიბებენ, აქეთ ოცნება ნელ-ნელა გვაპარებს, რომ საერთოდ არ გვინდა ევროკავშირშიო შალვა პაპუაშვილი, ქვეყანა თავიდან ბოლომდე უკვე გადავარდნილია რუსულ ორბიტაზე, ერთი სიტყვით ყველანაირი პირობაა იმისა, რომ ოპოზიცია მოიკრიბოს ძალები და დაიწყოს ქვეყანაში მასშტაბური აქციები. მაგრამ ეხლა ამ ეტაპისთვის ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი გასულია დასასვენებლად.
Talk-show-ებშიც ვეღარ დადიან თითქმის ყველა ბუნების წიაღიდან ერთვება ჟურნალისტებს, მაგრამ მე ამას დასვენებად არ ჩავთვლი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალების აღდგენის იძულებითი გასვლები კურორტებზე. რომ სექტემბრიდან გაორმაგებული ენერგიით შეასდანძარონ პოლიტიკური ბრძოლის ველი. ამიტომ დაზაგრულებსაც ვერ მოგვერევიან. ჩვენ დათუთქულ კანებით და შაკალადნის ზაგარებით მოგიღებთ მაინც ბოლოს. ყველას მოგიღებთ ბოლოს. აბა გვაცადეთ ცოტა ხანი. ერთი თვე დარჩა რა, რაღა დარჩა. ერთი თვე რა სექტემბრის 20-დან აი სწავლა რო დაიწყება, მე უკვე შევესევით უკვე და დავიწყეთ ჩამოშლა სამხელისუფლების. ოღონდ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა დიხის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას. უნდა იყოს დიხის წესრიგში, კონსენსუსსაც უნდა მივახციოთ. დიდი მადლობა ძვირფასო მეგობრებო, ეს იყო ჩემი მონოლოგი, იმედია სულ მალე ჩემ შოუს მუსიკალურად გაფორმებს ბენდი თამურ ალეგოიშვილის ხელმძღვანელობით. მადლობთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ჟურნალისტი ირაკლი კიკნაველიძე. მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე და გადაცემის პარტნიორია InSpace Design-ი. InSpace Design-ი ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design-ი ჩვენ ქმნით თქვენ სივრცეს. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. ასევე ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათი შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ და დააკომენტარეთ ვიდეოები და ასევე დაელოდეთ სიახლეებს. ვაგზელებთ გადაცემას და წინაპრების და საზოგადო მოღვაწეების დაცვის ორგანიზაციის პარალელურად შეიქმნა ქართული ზღაპრის და ზღაპრის გმირების დაცვის ორგანიზაცია. გთავაზობთ ამ ორგანიზაციის ბრიფინგს. ნახოთ. მოგესალმებით. საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ ჩვენ შევქმნით ზღაპრის გმირების დაცვის ორგანიზაცია, ვინაიდან ეროვნულ საგანძურს და საზოგადო მოღვაწეებს უკვე გამოუჩნდა დამცველები, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ დავიცვათ ქართული ზღაპრები და ზღაპრის გმირები. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ ქართული ზღაპრების შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ. და მზად ვართ ამის გამო ციხეში წავიდეთ. ჩვენ დავიცავთ 100 ფურცელას 100-ვე ფურცელს. ჩვენ დავიცავთ 5 კუნჭულას 5-ვე კუნჭულს და ჩვენ დავიცავთ ნახევარქათაბას 1 ნახევარქათაბსაც და მეორე ნახევარქათაბსაც. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ გაილახება ყველა მშობელი, რომელიც ზღაპრის მოყოლის დროს აუგად მოიხსენიებს რომელიმე ზღაპრის გმირს. ეს არ არის ზალადობის შემცველი მუქარა, ეს არის ზღაპრის დაცვის ეროვნული პოლიტიკა. სხვადასხვა ჩვენი პირველი кейსი იქნება ჩიტის საქმე. თავაზობთ ლექსის დედას. ზღაპარიყო, ჭალას ჩიტი მომკვდარიყო, მაღლა შევდე გამხმარიყო, ჩამოვიღე დამბალიყო, დიდ ქვაფში არ ეტეოდა, პატარაში ლაღათიყო, 100-მა კაცმა ვერ შეჭამა, ერთმა კაცმა ლუკმა დიდო. ხოდავეძებთ იმ კაცს, ვინც ეს გაუბედურებული ჩიტი შეჭამა და ლუკმა იგდო, რითაც შელახა ჩიტის ხსოვნა და ღირსება. ასევე გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არავინ გაბედოს და ნაცარქექიას უსაქმური უწოდოს. ნაცარქექი არის ქართველი უსაქმური ვაჟკაცების სახე, რომლებაც უზარმაზარი დევი გააბიტურეს. ასე რომ ჩვენ მის მასხრად აგდებას არავის შევარჩენთ. ნაცარქექია ნამდვილი გმირია. ასევე მთავრობას მოუწოდებთ, რომ კომბლეს მიენიჭოს ეროვნული გმირის წოდება, რადგან არათანაბარ ბრძოლაში მან იხსნა თავისი ცხვრები. ხო. შესაბამისად ჩვენ დავიცავთ კომბლეს ინტერესებს და არც ერთ მგელს არ მივცემთ უფლებას შეუჭამოს მას ცხვრები, ხოლო რაც შეეხება ანიმაციურ ფილმ კომბლეს, იქ პირიქით კომბლეს დავშით, რადგან მან სცემა ბატონი, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა სრულად საქართველოს სათავად ალაზნაუროს და შეელახა მათი ღირსება. სხვადასხვა სოციალებში უკვე ვრცელდება უარყოფითი კომენტარები კონკრეტულ ზღაპრის გმირებზე. და ამცინავი კომენტარები გვხვდება თერձ ბესოზე. ადამიანმა ცა მოკერა და მე უთო შემოატარაო. აი, თერձ ბესოს არავის შეეხოს, ბიჭო, თორე უთოთი და გაუთოვებთ, იცოდე. აკაცუკები არისვენებენ და 5 კუნჭულას სიმაღლის გამო დასცინიან.
დისკრიმინაცია სახელმწიფო დროულად არ აყვეც, ჩვენ პატარა ძმის უფლებებს ჩვენ დავიცავთ. აბა? თუნდაც ციხეში მოგვიწიოს წასვლა. თუნდაც. უწმინდურებო, ძალიან კი გინდათ ამ ქვეყანაში მუჭანახევარას მაგივრად ვიღაცა deep state-ის მიერ შექმნილი პროპელერიანმა კარსონმა იპარპაშოს, მაგრამ მაგას ვერ მოესწრებით. ასევე კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი დაცვის არეალში შედის ბატონი ლადო ბოჟაძის დაცვაც, რადგან ის ძალიან გავს ზღაპრის პერსონაჟს ბომბორას. აქვე მინდა მივმართო ნებისმიერ ადამიანს, ვინც ისურვებს ჩვენთან გაწევრიანებას, მოდით ხალხო და დადეკით ისტორიის ნათელ მხარეს და ჩვენ გპირდებით, რომ გექნებათ ლხინი და ფქვილი. რადგან ჭირი იქა, ხინი აქა, კატო იქა, ფქვილი აქა. მოკლედ, კარგად და საკაიფოდ ვიქნებით. მეგობრებო, ამ წუთას შემატყობინეს, რომ 100 ფურცელას ვიღაცამ დედაში აგინა. რას მერაო? ამ წამს შემატყობინეს, რომ 100 ფურცელას ვიღაცამ დედაში აგინა, ამიტომ გავდივართ ველზე, სამუშაოთ, რომ მივხედოთ ისოდეთ ციხეში წავალთ ჩვენ ამ. ეს საათი დამიკავე არ გამიტყდეს? 100 ფურცელას ხალხო, ეროვნულ გმირს. როგორც იგივე, მაგ კარგად არის. საი, აკად იკითხოთ ხუთ. აიქაც არ უნდა იყოს იქ. გასულა დავალეწე გვერდები. აგზელებს გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია InSpace Design. InSpace Design ქმნის თანამედროვე და პრაქტიკული ინტერიერის დიზაინს. InSpace Design ჩვენ ქმნით თქვენ სივრცეს. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე, შაბათის შოუ ჯგუფი. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ და დააკომენტარეთ ვიდეოებით და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგზელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ სამთავრობო არხის რუსულ სიმღერებზე აგებული საინფორმაციო გამოშვება მაგდანა ანუკიშვილთან ერთად და აქვე შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია InSound-ში, InSound-ის სტუდია, რომელსაც ვენდობებ. ნახოთ. შვენი ერია ამას აქშიც რომ შვენი ერია შენ დაგელოცოს კუთხე კერია შენ სურათს გულით ვატარე მინზიდველია მასთან ხომ ყველა დაუცველია ეთერში ნამდვილი ქართველია ქვეყნის ძირცებას ვაბარებ ბებო ოქროგა მაგლიერია ქვეყანა თქვენი მაგლიერია თქვენ გვერდით ვარა საკვირველია თქვენი იმედი გვექნება მხარდამჭერია ჩვენი მხურვალე მხარდამჭერია მერე რა ცოტა თუმშიერია დიასახლის იბერწება წამიერია ეგ გაჭირვება წამიერია შია და მაინც twinიერია შეპყრობილია ოცნები შვენიერია ჩემი ცხოვრება მშვენიერია რაც არ მაქვს თითქმის არაფერია ახლა კი გემშვიდობები Თირფასო მეგობრო, ბრუნდებით რეკლამიდან და მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი, ჟურნალისტი ირაკლი კიკნაური. ირაკლი ძალიან დიდი გამარჯობა. ხო, შენი პირველი ეთერია ესეთი ფორმატის, ხო? პრაქტიკულად ბავშვობის ფორმატია თან. რასთან ერთადაც გავიზარდე იქ ვარ სტუმრად. ამიტომ არ არის, პატარა ამბავი არ არის ნამდვილად. და თან არის იცი რომ მაყურებელს ვერ მიხვდება რომ აი საკმაოდ დიდი შეხედულება გაქვს რა. ნუ ეს თმა რო არ მაქვს თან, კიდე უფრო მატებს. რომელიც იცი რა თმიანი არ ვახსოვარ ალბათ კლასელების გარდა არავის და ამიტომ შესაბამისად
32 წლის ვარ და ნუ 32 წლის, ესე იგი 12 წლის პატარა ხარ ჩემზე და რა მე მეგონა რომ აი დიდი კაცი იყავი, ანუ და ხო და ბევრი შესულა მაგ შეცდომაში, მაგრამ ნუ რაღაცნაირად ეთყობა მართა გამომეტყველება მაძლევს თან მაგ ეფექტს, რომ ცოტა მეც ვკავა. ყოველთვის ეგრე იყო სხვა შორის და ანუ სარგებლობდი მაგით. რითი სარგებლობდი, რომ ანუ მალავდი ასაკს ხო? მალავდი ხოლმე, იცი რა, ხანდახან მიწევდა ხოლმე, იმიტომ რომ თან ისეთ ადგილებში მუშაობდი, რომ შეუფერებელი იყო სამუშაო ადგილი და ასაკი. მაგალითად. ნუ მაგალითად სადღაც ალბათ ვიყავი 19 წლის რო ვიყავი პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი. რაც ეხა ეს ამბავი ხო სასიულოა, კიდევ უფრო სასიულოა ვინმეს უცხოეთში რო უთხრა რა, ამერიკაში რომ მიდიხარ ტელევიზიაში და მე პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი ვარ და მეორე მხარეს ასეთივე წამყვანი არის 50 წლის თმაშევერცხლილი კაცი, რო უნახავს რა ვიცი. კენედის კვლელობიდან რომ მოყვება რა ამერიკის პოლიტიკას. ამიტომ მალავდი ხოლმე მაგას რომ რაღაც წამყვანი, ჟურნალისტი ვარ უბრალოდ. პირველი რამდენი წლის იყავი ჟურნალისტად და დაიწყე მუშაობა? ვიყავი 16 წლის სკოლაში ვიყავი, მაგრამ მაშინ ჯერ პატარა ბავშვი ვიყავ ეს. ხო. უფრო შესაძლებლობა იყო და მე ხო პოლიტიკურ გადაცემებში ვიყავ და ვიყავი უკვე 19 წლის სადღაც. და შეულებებს შედიოდი, დებატებს უსმენდი და ნუ ნეტა დღეს ვყავდეს ეგეთი სტუმრები, როგორც მაშინ ვყავდი. მაშინ დადიოდნენ ქოცების სტუმრად რა. დადიოდნენ? ყველანი დადიოდნენ. კვირაში რამდენჯერმე მაინც ქოცები ვყავდა სტუმრად. ლევან მურუსიძე ვყავდა სტუმრად, 19 წლის ვიყავი მაშინ მაგალითად. ეხლა რო ვფიქრობ ნეტა ეხლა ვყავდეს ლევან მურუსიძე სტუმრად, აკითხებს და უსვამს საერთოდ. აი მაშინ რო ქოცები იყვნენ და ეხლა რო ოპოზიციაში არიან, ეგრეც დადიოდნენ. როგორც ქოცების რანგში. როგორც ქოცების რანგში, კი დღეს კი ძალიან მეცინება ხოლმე, მაგრამ დღეს დადიან უკვე როგორც ქოცებისგან დევნილები. დევნილები არ არის, ხო, ანუ და ყველა წუთას რო გინდა, ხო იცი რო ელაპარაკე. ეხლა ხო? ხო, ეგ რო გინდა რომ მიაძახო, მაგრამ მაინც თავს იკავებ. იმიტომ რომ ხო, გეგონება ჩვენ მოვიყვანეთ ხელისუფლებაში ესენი. ხო, ხშირად არის ხოლმე რომ ჭკუასაც გვარიგებენ, რომ გვეუბნებიან, რომ ეს რაღაცა ეს. ჩემი საყვარელი მომენტი მაგ მონათხრობში, აი ვინც ბიზნესგან წამოვიდა, ყველასთან არის ერთი და იგივე, რომ რაღაც წერტილში როგორ უთხრეს მათ უარი ბიზნესს. ოღონდ ყოველთვის ეს ხო საჯარო ამბები და პირიქით არის ხშირ შემთხვევაში ესენი, ხო? ხო, აი რომ ვიღაცამ იმ წერტილამდე იყო ბიზნეს კარგის, არამედ ესენი იყვნენ მათთან და მე გაფუჭდა ბიზნესი, ახლა სხვანაირად როგორ იქნებოდა. კაი, გავიაროთ ახლა ნუ შენ ფორმულაზე მუშაობ. შაბათ-კვირას გიცქერ ხოლმე. და დანარჩენ დღეებში მაინც დილის გადაცემაა. ყოველ შემთხვევაში აქამდე დილა იყო. გადაცემაში იყავი და ის დილის გადაცემები ჩაიხსნა და ნუ შუა დღეს ხარ. ეხლა შუა დღეს გადმოვედეთ კი. როგორ აგაქვთ ახლა მდგომარეობა? ნუ ვიცი რომ ძალიან ისეთი სიტუაცია არ ახლა ჩვენთანაც ხო ხდება. არც თქვენთან არის უკეთესი მდგომარეობა. მაგრამ მაინც თქვენი ამბები მაინც როგორ ვახერხებთ სიცოცხლეს არ ვიცით, მაგრამ მაინც. ეს galaktionis ლექსივი ვთქვათ რა. ხო. ყველაფერი ძლიერ კარგად არის, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის, თუ როგორც არის. ხო. იმიტომ რომ თახო სულ გვემუქრებია რომ დაგხურავთ, გაგაქრობთ, გაგანადგურებთ და მართლა მიკურს ხოლმე, იმიტომ რომ ნუ აი რაღაც ვისმენ და თქვა ტელევიზიაში ვარ. აი ეს როგორ უნდა დახურონ ვერ ხვდები, იმიტომ რაც ფორმულაა დღეს, იმიტომ რომ ესე იგი რამდენი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ვეცდები რომ ჩამოთვალ. რაღაცები ალბათ დამავიწყდება. ჩვენთან სტუდიაში წვიმს პერიოდულად, წყალი ჩამოდის შეულებრივად. მაშინაც წვიმს, როცა გარეთ არ წვიმს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, იმიტომ ვერ გათვლი, რომ აი მაგალითად, გარეთ წვიმს და შიგნითაც შეიძლება არა. შეიძლება გარეთ ზიანი ამინდი იყოს, მაგრამ ფორმულაში მაინც წვიმდეს. გვაქვს ხოლმე ეხლა განსაკუთრებით თან ზაფხული რო არის რაღაც ბუზების შემოსევა რა. ყველაზე უხერხული მომენტი ჩემთვის არის ეს, აი სტუმარს რო ელაპარაკები და ერთდროულად რო სამი ბუზი აზის სახეზე. და ვერ კონცენტრირდება ადამიანი, რომ გელაპარაკებ, მართან ბუზები არის. შენ მხოლოდ ბუს უყურებ, იმიტომ რომ აი უხერხულობისგან აღარ გესმის, იმიტომ რომ ჩვენთან ცხოვრობს ამდენიმე ბუზი მოდის ხოლმე. გარდა ამისა, რაღაც სპეციფიკური შენობა არის, რაღაც დიდი ხანი ეთქობა რემონტი აღარ გაკეთებულა ამ შენობებში. რუსთავი ორის ყოფილ შენობას ასე ეძახია, ხო? დენი რო ითიშება ლიფტიც. ხო, ნუ ხა სხვანაირად როგორ იქნება ხა. ლიფტს ხო ცალკე რამეს არ ექნება კავშირი და ამიტომ ხა თქვა სტუმარი მოგდის და უნდა უთხრა რომ იცით რა იქნებ მე-17 სართულზე ფეხით ამოხვიდეთ. ვერასწავლე მე-17 სართულზე ფეხით რა მოხვალთ მე გადაცემაში და დაჯექით და ილაპარაკეთ თუ შეიძლება. ხო. მე რა მოხდა იცით რაღაც მომენტში ესე იგი წყალი ჩამოდის, ბუზები გვეხვევიან, ხანდახან ლიფტი არ არის და
სკამები გვაქვს ისეთი ბარის სკამებს რო ეძახიან. მაღლები რა. ნუ აი სულ იმას ვიძახი რომ რატო ეს ბარის სკამები და მე ამას ჩატყდა ეს ფეხის დასადები ამ ბარის სკამებს. ჩამოსადები. ხო, რაც უბრალოდ მართლა წამების ტოლფასი არის, მე იმაზე ჯდომა, იმიტომ რომ მე სისხლი გიბუჟდება ფეხები და ვეღარ დადიხარ და უბედურება გემართა. გიკიდია ეს ფეხები და ნუ მოკლედ უბედურებას გადიხარ და. ეხლა აი ამის მერე მითხარი რომ გეუბნებია რომ დაგხურავთ, გაგანადგურებთ. აი როგორ უნდა დაგხურო? და განადგურებული შტეპსელში გვაქვს ხელები შეყოფილი და ეგრევე ამუშავებთ ტელევიზორს. ხელფასი ესე იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩემი საქმე იმატებს და იმატებს რა. რაღაც მომენტში ნუ 7 დღე მუშაობ, არც ერთ დღე არ ვისვენებ, ყოველ დღე დილით 2 საათი, მერე შაბათ-კვირასაც საღამოს 2 საათი და ნუ ბუნებრივია საქმე რო გემატება, ხო, ხელფასი ცხონა გაგეზარდოს. ამიტომ შესაბამისად ესე მივდიოდი ჩვენს HR-თან და ირაკლი აი შენ ხელფასი ამდენი იქნება. მე ზემოთ მიდის ეს ხელფასი. გეზდება. მე რაღაც მომენტში გამოვაცხადეთ რომ შემცირება გვჭირდება რა, იმიტომ რომ ბიუჯეტში ვეღარ მე წამოვიდა ქვემოთ ერთხელ შემცირება, მე მეორედ, მესამედ. ოღონდ აი მთელ ამ პერიოდის განმავლობაში, ხო? 1 წლის ალბათ. რომ გააზრდა და კლება მე. ეს ხელფასი არც ერთხელ არ ამიღია, არც გააზრდილი, არც შემცირებული, არც ერთ მომენტში. ვერ გამოვიჭირე მოკლედ. გულსუხარია როცა გულსუხარია რა. და წყინს როცა იკლებს, მაგრამ აღებით ვერ იღებ. აღებით ვერ იღებ. ფურცელს ხარჯავ. ფურცლის ფული იხარჯავ. ბოლოს ესეც შევწყვიტეთ. ეხლა მე შენ რადგან ტელევიზიაში მუშაობ, აქტიურად ადევნებ თვალყურს ალბათ პროპაგანდასაც, ხო? ნუ ჩემი ერთ-ერთი გასართობის სფეროა, მართალია სასატირალი თემატიკაა და უბედური. ცოტა ნერვებით სჭირდება თან. ნერვებით სჭირდება და რაც აი ყველაფერი რაც შეიძლება რაღაცა ცუდი მოხდეს დასავლეთის, ეს ყველაფერი აქ თავარ ნიუსად კეთდება რა. ეხლა იყო მაგალითად ამერიკის რომელიღაცა შტატში ბავშვებს დაურიგეს ტრანსგენდერი თოჯინები. ან წარმოიდგინე ხო ეხლა რანიუსი ეს აი ანუ ჯერ საიდან დაადგინეს რომ ტრანსგენდერი თოჯინა არის ანუ ცოტა გაუგებარიც კი არის სათამაშო როგორ შეიძლება იყოს მკვეთრად სქესობრივი ეგ სხვა რამეა ეგ საბავშვო სათამაშო აღარ არის ძალიან მკვეთრად შესახების სქესობრივი ნიშნები თუ აქვს პირველად და მეორეული სქესობრივი ნიშნები თუ გამოირჩევა ცოტა სხვა ტიპის სათამაშო გამოდის ეგ აშკარად და საიდან დაადგინეს რომ თან არ წყარო არ არის მითებული უბრალოდ ამბობენ რა ენას ძვალია, წადი და მიჩივლე. ენას ძვალი არა აქვს. მაგრამ მან ყველაზე მთავარი შემოქმედი ალბათ შათირიშვილია, ხო ეგ? შათირიშვილი არის მთავარი ალბათ, ხო, რომელიც აი რომ მისი პირით გველაპარაკება ივანიშვილი. ოღონდ მე მეცინება, იმიტომ რომ შათირიშვილს ნუ მეტნაკლებად კარგად ვიცნობდია, ასე შემიძლია თქვა უნივერსიტეტში, თავისუფალ უნივერსიტეტში მასწავლიდა რა. ლექტორი იყო შენ? ლექტორი იყო ჩემი სოფლიო ლექტორი, სხვა შორის არ იყო ინტერესო ლექტორი, იმიტომ რომ კარგად აი ხო იცი რო იწყებდა ლაპარაკს, აი კარგად ყვებოდა რა. ეხლა რას ყვებოდა ეგ მეორეა, იქ რას იგონებდა, რას ამატებდა, მაგრამ ნუ მაგრამ ერთი ისტორია მაქვს, რომელიც აი ჩემს მის ხასიათს ყველაზე კარგად შათირიშვილი არის კათოლიკე, არ მალავს ეხლა ამას რაღაც. არა, ხო, კათოლიკე არის. მერე გახდა კათოლიკეთან რაღაც. მართლმადიდებელი იყო და მერე გახდა კათოლიკე. რაღაც ასეთი გზა აირჩია. მეგობარი მყავს კათოლიკე ასე, რომელიც უნდა მენახა და გაუარე ამ კათოლიკურ ეკლესიასთან კვირა დღეს. ეს შათირიშვილი ხედავ რომ აქ ამ რელიგიურ ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული რა ის კი არ არის უბრალოდ კათოლიკეა იქ რაღაცა კითხულობს რაღაცა ლოცვებს აცხადებს რომ აი ჩვენ დღეს გაიმართება ეს ღონისძიება ეკლესიაში და ეს არის კვირა დღე არის ორშაბათს ლექცია აქვს უნივერსიტეტში დანიშნული როგორ მოვატყუოთ ღმერთი ამ მათემატიკაზე? ანუ კვირას წირვაზე დგას ორშაბათს კითხულობს ლექციას როგორ მოვატყუოთ ღმერთი ანუ რა არის? იცი როგორ ისტორია ხო გასაგებია ბიზნესს ასუკეთებს რა? ხო. ალბათ ის რომ რაღაცას იტყვის ბიზნესა, ეს ეთქვის რომ იცით რომ ეს ნიცშესაც აქვს ნათქვამი ბატონო ბიზნა? თქვენი ეს აი ეს, მაგრამ თქვენ უკეთესად თქვით, უკეთ ამბობთ აშკარად. იცი რა უნდა კითხოთ ძალიან საინტერესო ხა მაინტერესებს აი ეს რელიგიური თემატიკა გესმის ძალიან კარგად. თეოლოგია არ ახარ. არა, თეოლოგია არა ვარ. აი საიდან იცი რა, ბავშვობიდან მქონდა რა, ბუნებრივი ინტერესი ხა წმინდად რელიგიურის და მეორე როგორც რაღაც სოციალური მოვლენის მიმართ, იმიტომ რომ ძალიან გავლენიანი ინსტიტუტია რა და რაღაცა ხო იცი რომ დაგიგროვდება ცოდნა თანდათანობით რაღაცა და ასე დამიგროვდა ეს ცოდნა რომელმაც და მათ შორის რაღაცა დიდი ინტერესი მქონდა ხოლმე რაღაც ქართული კულტურის, რაღაც საეკლესიო კულტურის მიმართ და მე სულ ფიქრობდი ხოლმე რომ ნეტა ეს ცოდნა რა შეიძლება გამომადგეს. რაღაცნაირად მე გამოჩნდა ისე რომ დადგა დღე როცა გამომადგა ეს. გამოგადგა ხო, იმიტომ რომ ის ძალიან კარგად საუბრობდი მაგალითად პატრიარქის გარდაცვალების ხო, ეგ მაგხრივ იყო ყველა დატვირთული დღეები პერიოდზე და ასე შემდეგ რა. თვითონ პატრიარქს თუ იცნობდი? რამდენჯერ ვერო პირადად შენახვედრი და
იცი როგორ რაღაცა არიან პერსონები, რომლებიც არიან იმ ეპოქაზე დიდები, ხო მართლა? მე რო დავიბადე კი არა, რომელ წელს ხარ დაბადებული? 91-ში. ხო, ანუ შენც რო დაიბადე, მაშინაც პატრიარქი იყო, მეც რო დავიბადე, პატრიარქი იყო და რა ვიცი, ანუ დიდი ეპოქა დაიკავა ძალიან და მისი ხასიათი იყო რაღაცა ისეთი, მათ შორის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის იუმორი. რაც ხდიდა ძალიან ესეთ მაგარი იუმორი ქონდა. გამორჩეული იუმორი ქონდა. ნამდვილად და მათ შორის იუმორი ხო რაღაცა ადამიანს ათავისუფლებს, რაღაც სხვა მხარეს განახებს ადამიანის შესახებ. აი, რაც არ ეთანხმებოდა ადამიანს იუმორი თუ აქ კარგი რაღაც სხვანაირად განეწყობი მის მიმართ, ხო? და აი პატრიარქს ქონდა ეს რაღაცა ერთხელ თურმე სადღაც მიფრინავდნენ და ვიღაცა ხალი გადაეკიდა, რომ უწმინდესო სად არისო ზეციური საქართველო? სად არის უწმინდესო ზეციური საქართველო? სად არის უწმინდესო? ბოლოს ეთყობა ვერც მოიშორა, ვერც ვერაფერი ვერ ქნა და სად არის და ზეციურ სომხეთსა და ზეციურ აზერბაიჯანს შორის. რა მაგარი პასუხი. გეოგრაფიულად დაუხასიათდა სად? დაუხასიათდა სად იყო? ისიც გაეშვა. ისიც მიიღო პასუხი და გაეშვა საბოლოოდ. მიიღო ესეთი პასუხი და გაეშვა, კაია. ესეთი კითხვა მაქვს, რომ მუშაობდი პარტიაში სიყავი. კი, პარტიაში ვიყავი. ხო, სპიკერი ვიყავი, კი. კენჭი არ მიყრია არასდროს. კი, არასდროს არ გიყრია. ნუ რაღაცა მქონდა ესეთი ვიყავი სპიკერი პარტიის. ხო, ესე პატარა ასაკში ევროპულ საქართველოს. ხო და ანუ მოგიწევდა მაინც ჩასვლა სადმე რეგიონებში ან საარჩევნო კამპანიისთვის. იცი რა არის, ყველაზე საინტერესო გამოცდილება ალბათ პარტიაში მუშაობის იყო ეგ რეგიონებში, აი სხვადასხვა ყველა რეგიონს საქართველოში აქვს თავისი პოლიტიკა. ვიცი რომ გაგებით მათ შორის რა. არსებობს ძალიან ესეთი სპეციფიკური ამხრივ რა, მაგალითად იმერეთი არის გამორჩეული. ხო, შენ ზესტაფონელი ხარ. მე თვითონ იმერელი ვარ, ბაღდათიდან ვარ, ზესტაფონის სახლი, ხო და ამიტომ ჩემთვის ეს არის ძალიან მშობლიური ეს ნაწილი, მაგრამ ნახე როგორ რაღაცა ჩემთვის მაგალითად მე ბები ამყავდა კახელი ქიზიყიდან რა და ამიტომ ეს მხარეც ძალიან მშობლიური არის, ძალიან მშობლიური. იმერეთში რო ჩავდივარ, ჩემში კახელი იღვიძებს, ქიზიყელი და აქეთ რო ვარ იმერელი იღვიძებს, რაღაც ამ წინააღმდეგობაში ვარ რაღაცნაირად ლიხსიქით და ლიხსაკეთ და ხო და ყველა რეგიონს მხარეს აქვს თავისი სპეციფიკური პოლიტიკური ამბები, ხო, დატვირთული, მაგრამ ყველაზე დიდი დრომი აქვს იმერეთს, როგორც წესი. ადამიანები ხო იმერეთში მარტივად შემოდიან უფრო ურთიერთობაში. ერთ პოლიტიკოს ქონდა მაგალითად, ეხლა იმ პოლიტიკოსის სახელს და გვარს არ ვიტყვი მაგალითად, მაგრამ ნუ ეგეთი ისტორია ქონდა, რომ იმერეთში ჩავიდა და ნუ ადგილობრივი პოლიტიკური ნუ ლიდერივით ვინც არის იქ ადგილზე წარმომადგენელი, მაგრამ ნუ ადგილობრივი. ეს ეხლა ცენტრიდან არის ჩასული. ხო, ეს ცენტრალურ ოფისს წარმოადგენს, ის ადგილობრივია. რაღაც ათვალიერებენ მანქანაშუზის გვერდით რა და იმ ადგილობრივმა შენ უთხრა რომ გაგიშინაურდებითო ბატონო ჩემოვან, ახლა მაინც უფროსია თბილისიდან არის ჩამოდი. გაგიშინაურდებითო ბატონო ჩამოდი, თუ კი ბატონო რა პრობლემა არის რაზე? თუ იცი რაზე ხარ მოსაწყავი. გაუშინაურდა იქ. მოუგვარა იქ. თლათ პირდაპირ უთხრა რა ეხა ხო იცი რა გაგიშინაურდა რაც იყო სათქმელი მე პირდაპირ უთხრა. იმერეთი ამხრივ არის ყველაზე უფრო დატვირთული. ყველაზე უფრო დატვირთული. და ქუთაისი არის სპეციფიკური, უნდა ვაღიაროთ კიდე თან. იმიტომ იმერეთი დიდია. ეგრე არ არის რა. იმერეთი ზესტაფონიდან ქუთაისამდე ჩასვლას არაფერი არ უნდა, მაგრამ ორი სხვადასხვა ხასიათი გვხდება. ზესტაფონელი სხვა ვინმე და ქუთაისელი სხვა ვინმე. ბოლოს დროს მე ქუთაისელების სიძე გავხდი. და ამიტომ კიდე სხვა მნიშვნელობა შეეძინა ჩემთვის ქუთაისმა, მაგრამ ნუ ეს განსხვავება ჩემთვის არის მაინც. მე უფრო მაინც ბილი იმერეთის ნაწილი ვარ და ქუთაისი უფრო ბაღდათის ზესტაფონი უფრო ჰაეროვანია კი. იმერულია. ღიღინია უფრო და ქუთაისელები შეიძლება დამძიმდეს ისე. ხო, ქუთაისში სხვა ტიპის მოძრაობა გჭირდება. უფრო მძიმე შეიძლება. ქუთაისში ხარი ქუთაისშიც არის ორი სტილი არის საუბრის, ხო? აი მაღალი სტილი, აი ანტონ კათალიკოსის დროზე, ხო, მაღალი სტილი, ხო? ქუთაისური მაღალი, ქუთათური ლაპარაკი. და ისეთი შედარებით დაბალი, ხო? აი გარეუბნული. ხო, გარეუბნული კომედიური სკეჩებში რო იყენებენ ხოლმე და აი მაღალ სტილთან ესე მარტივად ვერ ილაპარაკებ. აი მაღალი სტილი როგორია? ნუ ახლა მე არ გამომივა ეგ მაგრამ. ხო, მაგალითად. აი მაგალითად, აი გუბასანიკიძე არის მაღალი სტილის ქუთაისური ლაპარაკი. მაღალი სტილი. აი მაღალი სტილით დარბაისლური ქუთაისური ლაპარაკი არის. ხო, ესე იგი აქან არა, აი უფრო სხვანაირად მიდის რა, უფრო დატვირთული არის. უფრო დატვირთული. და ვერ მოეშვები, ზესტაფონში და იმაში ხო მოეშვები უფრო ბაღდათში რა, უფრო რბილი არის და იქ ვერ მაინც დატვირთული ხარ, დაძაბული ხარ. რაღაცა სუ მოგთხოვენ. რაღაცა სუ უნდა დაამტკიცო.
ქუთაისი არის თვითმყოფადი. ანუ ქუთაისას არ ჭირდება რომ სადმე უნდა წავიდეს. ის ქუთაისში იარსებებს, მისი ავთენტიკური გარემო არის, ესე რომ ვთქვათ რა. ანუ მას არ ჭირდება რომ დიდ ქალაქში წავიდეს. ის ქუთაისი ყველაფერს იტევს, ასე რომ ვთქვათ, თავის თავში რა და ამიტომ ქალაქია ამ სიტყვის სრული გაგებით რა. დანარჩენი მაინც პროვინციებია, ასე ვთქვათ და ქუთაისი არა, ქუთაისი ქალაქია. ამიტომ ეგ ცვლის, ამიტომ სხვა პატივისცემით უნდა ელაპარაკო. კი. ხო ხედავ რამხელა გამოცდილება მაქვს მე. ძალიან სერიოზული კვლევა გავაკეთეთ ჩვენი რომ გავარჩიეთ ანთროპოლოგიურ, სოციოლოგიური დაკვირვებები. ხო. ხო, იმიტომ მეც გეთახმები ნაწილობრივ, ახლა დიდი კრიტიკა შეიძლება წამოვიდეს ახლა ჰეითი, როგორ? ჰეითის ბრატო? ჰეითი, ანუ თიკარუხაძე ხმარობს ხოლმე ჰეითი. თიკარუხაძე გამოეცალა ქართულ კულტურას. ძალიან მეწყიდა, იმიტომ რომ იმდენი უცხო ინგლისური სიტყვა ვისწავლე უკვე ეს ბოლოს 3 დღეში თუ 5 დღეში რომ ნუ მეგონა რომ რა ვიცი უკვე ვითარდებოდი ინგლისურს უკვე სწავლობდი თავიდან ბოლომდე. მათ ხო ნახეთ თან ხო რომ ოცნებას ყავდა ჯერ წულუკიანი და მე მოვიდა თიკარუხა. თიკარუხაძე სხვა ჟანრია რა. უწუფუწუ გენაცვალე, დაკოცნე, დამიკოცნე, აი ეგ მიმართულება. და მოგიღოს ბოლო. და უცებ იქვე მოგიღოს ბოლო. ხო, ჩემო სითფოს, ჩემო სიყვარულო, დამიკოცნე ჩვენები. აი ეგ. წავა და მოგხსნის. და წავა და მე რაღაცა უბედურებას გაიკეთებს. ნო, ეგ არის კი. საწყალი ესე უცბად არც იცოდა რომ მიდიოდა თურმე ხსნით. ჩვენ ვიცოდით რაღაცნაირად 3 თვის წინ და მასაც წეს შეეძლო გაიგო მგონი. კი, კი. ეხლა ძალიან საინტერესო თემაზე უნდა გადავიდე. შენ სკოლა გაქვს დამთავრებული ამერიკაში. ხო, 1 წელი სწავლობდა ამერიკაში კი. ხო, ანუ სკოლა, მაღალი კლასები ამერიკაში, ანუ მე გამოსწრება მქონდა. ეხლა იქ ხო ჩვეულებრივი სკოლებია ხო ამერიკაში? ხო? აბსოლუტურად. აბსოლუტურად. იქაც არის მაგალითად ესეთი დასახელებითი სკოლები, ამერიკულ-ევროპული სკოლა. არა, სხვა. ან ევროპულ, ბრიტანულ, ფრანგულ, უნგრული სკოლა. საქართველოში ხო რაღაც ეგ ევრორემონტის არის ხო? რაღაცა უნდა დაარქვა რომ რაღაცა უნდა დაარქვა. აი მე მაგალითად გამოვიარე და ერთ ადგილას სკოლასო თავი დავანებოთ, დიდი ღომში იყო ერთ ადგილას, ჩვეულებრივი სახლი იყო და ეწერა ამერიკულ-ევროპული ბაღი. აი რა არის? ბაღია რა ამერიკულ-ევროპული. რა უნდა იყოს? ანუ სახელია რა, რომ აი სად ბავშვი სად დაკავს ბაღში? ამერიკულ-ევროპულ ბაღში დამყავს. ეგ მაშინავლაბარში არის კლინიკა ეგეთი რომ გავლით, ეხა აღარ ვიცი ეგრე ქვია თუ არა. და როგორც ვიცი არ არის ცუდი კლინიკა. უბრალოდ სახელი ხო ესეთი. წმინდა იოანე მოწყალის პრივატ კლინიკა. ანუ თან მოწყალია, თან პრივატ კლინიკა. ნუ ყველაფერია ერთად რა. კაია. თუ მოწყალია რა ის პრივატ რაღა არის ხა. ხო, აი ეგეთ სახელებში მაგრები ვარ. მაგრამ იყო ამერიკაში არის ეგეთ სახელები ხო? არა, ამერიკაში ეგეთ სახელები არ არის. ამერიკაში ამერიკულიც ზედმეტი არის, მაგრამ ნუ ამერიკაში მე თან მომიწია ისე რომ აი ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, რომ 6 თვე ვიყავი კალიფორნიაში. ხო. ნუ კალიფორნია კი ვიცით რაც არის, კარგ ადგილას ვიყავი, კაი იყო სადაც ვიყავი და 6 თვე ვიყავი მე მონტანაში, რომელიც არის კანადის საზღვართან რა. იცი რა უნდა კითხო, ახლა კალიფორნია როგორი იყო აი თვითონ სკოლა? კალიფორნია დიდი სკოლა იყო ძალიან, ხო 5000 ბავშვი სწავლობდა და ჩემი პირველი აღმოჩენა იყო, რომ ნუ სკოლაში მივედი რაღაცა, აი მათემატიკის გაკვეთილია რა და ნუ მათემატიკის გაკვეთილია და მასწავლებელმა დაწერა რაღაც დაფაზე, ხო ელექტრონული დაფა ქონდათ რაღაცნაირი, ეს ყბა ჩამომივარდა. ჩვენთან ხო იცი, მე წავედი რომ ცარცი არის თუ არა ცარცი. და მასწავლებელს რომ თავის ცარცი დააქვს რა და იქ რაღაცა სხვანაირი დაფა ქონდათ. ხო დაწერა კვადრატული მარტივი, ძალიან მარტივი კვადრატული განტოლება, რომელსაც ეხლა ერთ უცნობიანი, რომელსაც ქართულ სკოლაში ამოხსნის, ნუ ცუდი მოსწავლეც რა, მაგას მაინც დაიზეპირებს, რომ დისკრიმინანტი როგორ გამოითვალოს რაღაც. პასუხი ეხლაც მახსოვს, იმიტომ რომ დაწერა ეს იმდენად მარტივი რიცხვები იყო რაღაც, რომ 6 იყო პასუხი, პლუს მინუს 6 იყო პასუხი. ზეპირად რომ გამოითვლი დისკრიმინანტს და ყველაფერი. და ხო ის ქართველი მოსწავლე და თქვი, რომ 6-ია პასუხი თქო და ამ ყველამ დამცინა. ნუ ეხლა სწრაფად ამოხსნა, ნუ ძალიან მე გამიკვირდა, ვერ მივხვდი რატო დამცინოდა ეს ხალხი და შო მე დაიწყეს ამისი ამოხსნა რა. 15 წუთი რაღაცას აკეთებენ ამ თავად. ისეთი რაღაცა. არ არსებობს სხვა გზა, ვერანაირად მე თქვა არ მეშლება რა. დისკრიმინანტია რაღაცა. და მივიდნენ რომ 6 არის პასუხი. დამიდასტურეს. დამიდასტურეს და
აი ეს სახე არ დამოიწყდება ამათ რომ მე გამომხედე. შემა კლასელებმა რა. რომ მე ჩამთვალეს რომ მე ვარ გენიოსი. ოღონდ ახლა არანაირი გენიოსი მე არ ვიყავი, არ მქონდა მათემატიკის ნიჭი არასდროს. არაფერი ეგეთი არ ვიყავი არასდროს. იქ ვაღიარეს რომ მე ვარ მათემატიკური გენიოსი. ნუ მასწავლებელი რა თქმა უნდა ეგრევე მიხვდა რაშიც იყო საქმე. ნუ რამდენიმე 1-2 თვე სარგებლობდი ამ რეპუტაციით, რომ რაღაცა რომ გენიოსი იმ კლასში თან რაღაცა სხვა ჯგუფი არ იყო და დავრჩი აქ და კარგად მიდიოდა რიხინით რა და მე რაღაც მომენტში ამერიკაში სკოლებში იყენებენ სპეციალურ კალკულატორებს, რომელიც ნუ კალკულატორი არ არის ახლა ჩვენ მეძახით ნუ რაღაც სხვა რაღაცაა, ნუ საოცრება არის რაღაცა, ყველაფერს აკეთებს, კვადრატულ განტოლებასაც ამოხსნის და დაგიხატავს, ყველა თავისი ეკრანიც აქვს, მომავლიდან ნივთი იყო მომავლიდან მართლა. ოღონდ აი სად გავიჭეთ? ვიდრე ეს ჩემი კლასელები ამ ყველაფერს ამ კალკულატორზე კარგად აკეთებენ, იციან გამოყენება და მე ამის გამოყენება არ ვიცი საერთოდ თან. მე მინდა ქვეშ მიწერით. გაყოფა და გამრავლება. და თან ის მასწავლებელი მიხვდა ჩემ პრობლემას, არ მაგით უნდა გააკეთო. მე ჩუმად ვაკეთებდი აქ მირჩევნე დაფაზე გამოვალ გავაკეთებ რაღაცა. და იქ მან მივხვდი რომ სინამდვილეში ეგრეთ არ არის საქმე, სადმაჯობეს. დაჯობ გენიოსს. ვიან მივხვდი კიდე იმას რომ არ არის საჭირო რომ ყველაფერი ერთად ვასწავლოთ ბავშვებს, ჯობია რომ ნელა ვასწავლოთ. ნელა და კარგად დაიმახსოვროთ. ანუ ეს მეთოდი რა არის, რომ ანუ ბავშვს სიტყვაზე ბავშვმა რომელმაც არ იცის პროცენტის გამოთვლა, ეს აქვე ერთ კვირაში ეს პროცენტის გამოთვლა არ უნდა ასწავლო. უნდა ასწავლო 1 წლის განმავლობაში, ხო? არ არის საჭირო ძალიან ბევრი რამე ასწავლო რა. ჩვენთან მართლა ბოლოს მიდიან და მე-11, მე-12 კლასში რაღაც საოცრებებს ასწავლიან მათ. ხო. პროცენტი ასწავლე, პროცენტი იცოდეს, რა ცხოვრებაში გამოადგება. ოღონდ მართლა იცოდეს ის პროცენტი ხო შეიძლება? ხო, მართალია, კი ბატონო. მაგრამ იცი რა უნდა კითხო, თვითონ ახლა შესაძლოა ოჯახში ცხოვრობდი. ტელევიზორს თუ აი რა გადაცემებს უყურებენ იქ? ეხლა მე გიყო 2009 წელს ამერიკაში ვსწავლობდი და ცხოვრობდი და მაშინ იცი რა რაღაცებს იწერდნენ ხოლმე ამ ტელევიზორში და უყურებდნენ. ახალ ამბებს უყურებდნენ. კალიფორნიაში არ დამავიდი, ივნისი იყო. უკვე სკოლაც აღარ იყო და ამიტომ რა თავისუფალი დრო მქონდა და ახალ ამბები იყო ჩართული და გამოაცხადეს რომ მაიკლ ჯექსონი მოკვდა რა, საავადმყოფოში მოკვდა მაიკლ ჯექსონი. ეგ პერიოდი. ეგ დღე არის რა. ეს ვისთანაც ცხოვრობდი, ასაკოვანი ქალი იყო, მაგრამ ნუ ეს ჯექსონი უყვარდა ძალიან ეთყობა როგორც მომგონია, ნუ გადაირია და აღმოჩნდა რომ ეს კლინიკაც იყო ლოს-ანჯელესში იყო და ეს ჩვენც ლოს-ანჯელესში ვიყავით და უნდა მივიდე თუ აქ. მე ვიყავი პირველი, ვინც მივიდა მაიკლ ჯექსონის სატელევიზიო. საავადმყოფო, მაგრამ არავინ არ იყო იქ. ჩვენ მივედით პირველები. ყვავილები ეზოში დავკრიფეთ ყვავილები იქ. მართლა? ხო. ეზო ქონდა და წავედით და ყვავილებით მივედით საავადმყოფოსთან. ამიტომ მაიკლ ჯექსონის გასვენებაშიც ვარ ნავყოფი, ესე გამოვიდა. გასვენებაში კი არა, საერთოდ თავზე ვედექი, ესე გამოვიდა ბოლოს. ძალიან უცნაურია, ხედავ შენ. ხო, ესეთი ფანი მაგათთვის ახლა თან მე არანაირი ეგეთი ფანი არ ვიყავ, მუსიკალურად გენიოსი იყო, მაგრამ არაფერი ეგეთი, მაგრამ იმისთვის იყო და ამიტომ ხო, არა, ნუ რა თქმა უნდა ჩვენთვისაც არ ვიყავი დიდი მსმენელი, მაგრამ ვაღიარებთ მუსიკალურად რო გენიოსია, ხო. მოკლედ ლამის ყმამები მე აუკარი, ეგრე გამოვიდა. კაია. ესე იგი ირაკლი, ძალიან კარგი გადაცემა გამოგვივიდა, მადლობა მინდა გადაგიხადო რომ მოხვედი. მინდა წარმატებები გისურვო და შენს და შენს ტელევიზიასაც და ნუ რა ვიცი, მიშასაც უსურებ გამძლეობას, მაგრად დგომას უსურებ და მოკითხო გადაეცი ჩემგან. მადლობა დიდი, თქვენთვისაც გამძლეობა მისურვებია. ჩვენც ასე ვართ, ჩვენც ისე ვართ, რა ვქნათ. მაინც კი უნდათ რომ ჩაგვაქრო, მაგრამ მაინც მაგრამ ძლიერ რაღაც ჩაგვაქრობს აწი. ამ ცდილობებში აწი რაღაც ჩაგვაქრობს. მადლობა დიდი. მადლობა ირაკლი კიკნაველიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ძვირფას ტელემაყურებლებო. ეს გახლავთ ამ სეზონის ბოლო გადაცემა, ჩვენ ერთმანეთს სექტემბერში შევხვდებით. კარგ დასვენებას გისურვებთ, დარჩით არხზე, წინ ვიკაბუკიას პირველი ხაზი გელოდებათ. ნახვამდის. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი.